ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკის უქონლობა, არასათანადო საცხოვრებელი პირობები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიუწვდომლობა და უიმედობა. ეს ძირითადი მიზეზებია, რის გამოც ადამიანებს თავიანთი სახლების იძულებით მიტოვება უწევთ. უკეთეს შემთხვევაში ქალაქში ჩამოდიან საცხოვრებლად, უფრო ხშირად კი ემიგრაციაში მიდიან. სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიიჩნევენ, რომ სოფლებში რეალური საჭიროებების განსაზღვრა და მიზნობრივი პრიორიტეტების დალაგება თვითმმართველობის დონეზე უნდა მოხდეს. დღეს კი თვითმმართველობაში არათუ არ არსებობს სამსახური, რომელიც დაცარიელებული რეგიონის პრობლემებს მოაგვარებს, არამედ საკმარისი რესურსიც კი არ აღმოაჩნდათ სტიქიის წინააღმდეგ დროული რეაგირებისთვის. პრობლემა პატარა ქალაქებშიც დგას. საქართველოს ქალაქების უმეტესობა ფუნქციას კარგავს. თითქმის ყველა მათგანი თუ ინდუსტრიული ზონა არ არის, ეს ან ტურისტული ცენტრი მოსახლეობისგან იცლება. სტიქიის საქსტატის მონაცემების მიხედვით მიგრაცია განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებშია. დაახლოებით 250 სოფელში 10 ან 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. უფრო მეტი სოფელი კი მოსახლეობისგან სრულად დაცლილი და მიტოვებულია. სტიქიამ პრობლემა კიდევ ერთხელ უფრო მკაფიო გახადა. ვნახეთ სოფლები, სადაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახია დარჩენილი, სადაც მოხუცები მიტოვებულად და უიმედოდ ცხოვრობენ. რეალურად გაცილებით რთულია საკითხი და ახალგაზრდების საბოლოო ჯამში ქვეყნიდან წასვლას უკავშირდება, რაც გაცილებით უფრო მასშტაბური პრობლემაა. ოფიციალური მონაცემებით 2023 წელს 30 წლამდე ასაკის 115,000-მდე ახალგაზრდამ დატოვა ქვეყანა. რა რეალობაში შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონები თუ რაიონული ცენტრები და სოფლები ახალგაზრდებისგან დაინტერესებიან სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. თემაზე მსჯელობას სტუდიაში სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ. ნოდარ ჩაჩანიძე კოალიცია ცვლილებებისთვის, მარი კიკვიძე გარემოსდაცვითი კომუნიკაციების ექსპერტი და მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც არის აქტივისტი. მოგესალმებით. მადლობა რომ მოხვედით სტუდიაში სტუმრად. დღეს უნდა ვისაუბროთ რეგიონებზე და სამწუხაროა, რომ თითქმის ეს პრობლემა ყველა რეგიონს ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღეს, რომ ჩვენი სამი სტუმარი სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენს და შესაბამისად შევძლებთ საერთო სურათი უფრო მკაფიო გახდეს ჩვენი მაყურებლისთვისაც. თუმცა, ხო, ეს პრობლემა საქართველოში ზოგადად დგას. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაღალმთიანი ქვეყანაა და ის რითაც ხშირ შემთხვევაში ვამაყობთ ხოლმე ტურისტული შესაძლებლობებით ქვეყნისთვის, შეიძლება ისეთი მთავრობის პირობებში, როგორც დღეს არის საქართველოში, პრობლემად იქცეს. ნოდარ, უნდა დავიწყოთ შენგან, ყველა მიცის როგორი აქტიური ხოლმე და განსაკუთრებით შენს მხარეს, რომელსაც უფრო კარგად იცნობ, ალბათ, ყოველთვის ხო აქტიურად აშუქებ რაც ხდება რეგიონში და იმ ადამიანების ხმა მოგაქვს ხშირ შემთხვევაში ჩვენამდე ხოლმე ეს ეხება რეგიონს დასავლეთში, მეც რეგიონი ჭიათურა, ხო, სადაც ეს პრობლემა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, საკმაოდ მკაფიოა. რა ხდება ამ მხრივ დღეს იქ? მოგესალმებით და მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ რეგიონების თემაზე ვაკეთებთ აი ასეთ მნიშვნელოვან გადაცემას და ხო, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ტელევიზიას და კრიტიკულ ტელევიზიებს არ ახსენდებათ რეგიონები მხოლოდ და მხოლოდ სტიქიების დროს და ამ ყველაფერზე ამ პრობლემებზე ადამიანები ვსაუბრობთ, ტელევიზიები ვსაუბრობთ დიდი ხნის განმავლობაში. და მნიშვნელოვანია ეხაც იმ ფონზე, რაც მოხდა გურიაში, ხო, იმ სტიქიების ფონზე, რაც წლების განმავლობაში ხდება სამწუხაროდ ჩვენს რეგიონებში და ხედავთ მის ძალიან მძიმე შედეგებს. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ანალიზი გაკეთდეს არა მხოლოდ მიმდინარე პროცესის დროს, არამედ ამ ყველაფრის შემდეგ, ხო, და შევაფასოთ ის, რაც ხდება. ჩემთვის რეგიონებზე მუშაობა, საქართველოს რეგიონები განსაკუთრებულად მტკივნეული და მშობლიური თემა. მე დაახლოებით 8 წელს წინ დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ ქალაქს. 8 თვის განმავლობაში მერის თანაშემწე ვიყავი და 2017 წელს და იმ ყველაფერს რაც ხდება რეგიონებში, რაც ხდებოდა, რაც ხდება, ჩემს ხელის გულზე ხდებოდა, ასე ვთქვათ და იმ თვეების განმავლობაში ხუმრობ. მე სამართლის მაგისტრი ვარ და ერთგვარი დოქტორანტურასავით იყო ჭიათურის მერიაში გატარებული 8 თვე, ჩემთვის თქო ამბობთ და მნიშვნელოვანი დოქტორანტურა იყო სხვადასხვა და რომელიც გამომადგა მე როგორც სამოქალაქო აქტივისტი უკვე შემდეგ. მე ამის შემდეგ დავიწყე არა მარტო ჭიათურაზე მუშაობა, ჭიათურის პრობლემებზე, არამედ საქართველოს რეგიონების გაცნობა ზოგადად და იმ პრობლემატიკის წამოწევა, რაზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ.
კი, მე რაც შემიძლია გითხრათ და საიდანაც ასე ვთქვათ, დავიწყებ სათავეებიდან, სადაც მივხედავ პირადად ამ პრობლემების სათავეს. ეს არის ის, რომ ამ ქვეყანაში სამწუხაროდ არასდროს არ არის პრინციპში და განსაკუთრებით ამ ხელისუფლებას სამწუხაროდ არ გაჩენია პოლიტიკური ნება და რეალური სურვილი იმის, რომ რეგიონებში არსებობდეს ნამდვილი თვითმმართველობა და ძლიერი თვითმმართველობა და არსებობდეს რეალური დეცენტრალიზაცია. არავის ამის პოლიტიკური ნება არასდროს სამწუხაროდ არ გაჩენია და ის ყველაფერი, რასაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ქალაქ-ქალაქ დადიოდა და მოსახლეობას ეუბნებოდა, გამოდგა მტკნარი სიცრუე, ტყუილი, ჩვენ გვახსოვს ალბათ მისი სიტყვებიც, რომ ამბობდა, რომ თქვენ გეყოლებათ ასეთი დეპუტატები, თქვენ მიხვალ და მოაგვარებთ პრობლემას მასთან, პრობლემები გადაწყდება ადგილზე, არ დაგჭირდება თბილისში ჩამოსვლა, მიხვალ და მოთხოვთ პასუხს თქვენ დეპუტატს, ასეთი ბევრი ასეთი ტიპის სიტყვები თვითონ ივანიშვილი რეგიონს და შემშობლიურ რეგიონს ზემო იმერეთს წარმოადგენს და ედგარ შეიძლება ქონდა კიდეც იმერეთში და შეიძლება დღემდე აქვს ვიღაცებს იმედი რომ ივანიშვილი რაიმეს შეცვლის რეგიონებში, თუმცა ვხედავთ რეალობა რაც არის, იცლება რეგიონები, ეს დაცლა არის ტოტალური 90-იან წლებში ჩვენ ვნახეთ რაც მოხდა ამ ქვეყანაში და ვნახეთ რომ არა მარტო საქართველოს დატოვა ძალიან ბევრი არამედ მოუწია თავისი მშობლიური ქალაქის და თავისი მშობლიური სოფლის დატოვება და ოჯახები დაშორდნენ ერთმანეთს და ეს ტრაგედია საქართველოს ისტორიაში და მეორე დაცლა 90-იან წლების მეორე ასეთი ძლიერი დიდი ნაკადრეზე ისაუბრეთ ხომ მხოლოდ ახალგაზრდები 115,000 ახალგაზრდა ვიცით ჩვენ რომ გავიდა 1 წლის 2023 წლის შემდეგ და ეს რიცხვები ყველაფერზე საუბრობს თავად. ამარი მიზეზები თუ შეგიძლიათ ხო გამოყოთ, რადგან მაინც ამ რეგიონზე ვსაუბრობთ. ახლა ჩვენ ვიცით რომ ძირითადად არიან დასაქმებული და დასაქმების სფერო რა არის ხო ამ რეგიონში? არის თქვათ მაღაროები, სადაც ადამიანები თავიანთი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად რაღაც მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობენ, თუმცა ახალგაზრდებისთვის ფაქტობრივად არ არსებობს სივრცეები გარდა საჯარო სამსახურებისა და იქაც რა ვითარება, ესეც ვიცით ხო? ჩვენ გვახსოვს ალბათ როცა ქართულ მოლოცავემ დაიწყო მუშაობა თვითმმართველობის კოდექსზე და მე დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის საკითხს უნდა შევეხო, იმიტომ რომ აქ ვხედავ მე საფუძველს ამ პრობლემის, იმიტომ რომ თვითმმართველობის კოდექსშია გაწერილი ზუსტად ის, როგორ უნდა იმართებოდეს, როგორ უნდა მართავდეს ხელისუფლება რეგიონს და აქედან ამოდის ეს პრობლემა. კოდექსის გამო, კოდექსი რო ცუდია, მაგის გამო არავინ არ ტოვებს თავის სოფელს და თავის ქალაქს კოდექსის გამო და კანონის გამო. თუმცა ის რომ არ არის ზუსტად იმ შედეგების გამო უწევთ დატოვება, რა შედეგების დგას იმის გამო, რომ ქვეყანაში არის უკანონობა, ქვეყანაში ვერ მოქმედებს კანონი და არ იქნება შესაბამისი კანონები. როცა თვითმმართველობის კოდექსი იქნებოდა, ყველა რამდენიმე წლის განმავლობაში საუბრობდა, რომ განსაკუთრებულად ძალიან მაგარი კოდექსი იქნებოდა და ყველა მიცის ნებისმიერ შეგვიძლია კითხოთ, მათ შორის ქართული ოცნების ყოფილ წევრებსაც შეიძლება ვიღაც მოქმედებას დაგიდასტურონ, რომ ყველაფერი რაც კი ღირებული იყო ახალ თვითმმართველობის კოდექსში ჩამოწყდა ამ კოდექსს და დარჩა საბოლოოდ არაფერი არ დარჩა, გაანადგურეს ის თავარი პუნქტები, რაზეც უნდა დაყრდნობილიყო და ვხედავთ ჩვენ რომ სწორედ ამის გამო რომ ადგილზე ადამიანები ვერ ქმნიან საკუთარ ვერაფერს დოვლაც ვერ ერთვებიან ეკონომიკურ აქტივობებში და მუნიციპალიტეტების უდიდეს ნაწილში ფაქტობრივად დასაქმების ადგილი არის მხოლოდ საჯარო სამსახური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს მოიტანა საბოლოოდ შედეგად ამან რომ მხოლოდ საჯარო 80-90% ადგილზე არის ან თვითონ დასაქმებული, ან სახელმწიფო სამსახურში. ეს არის მუნიციპალიტეტების ფაქტობრივად უდიდეს ნაწილში 80-90% შესაძლოა რა. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, ვერ იქნება ამ ყველაფრის გამო ვერ იქნება ადგილზე ეკონომიკური მოდელები და მათ შორის ნადგურდება ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც უკვე არსებულა ან არსებობდა. მათ შორის ჩემს მშობლიურ ქალაქში ჭიათურაში, რომელსაც კონკრეტული ეკონომიკური მოდელი ჰქონდა, კონკრეტული ინდუსტრიული მოდელი არსებობდა, ეს ყველაფერი მიიყვანა ხელისუფლებამ განადგურებამდე. ჩვენ ვიცით კომპანია ჯორჯია მაგანეზე, ბევრმა იცის რომ ამ კომპანიაში დასაქმებულია 3500-მდე ადამიანი, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მსგავს მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრს ნიშნავს, 3500 ოჯახია და ეს ყველაფერი ვხედავთ ჩვენ ამ ყველაფერს აცლის ახლა ჭიათურას. ცოტა რამდენიმე თვის წინ ჭიათურის ეკონომიკა ერთი გადაწყვეტილების სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა მმართველმა და ვიმეორებ ეს აქ არის კომპანიის ბრალეულობაც, ის რაც ჭიათურაში ხდება და ჯორჯია მაგანის ბრალეულობა და ამაზე მე წლების განმავლობაში ყველაზე აქტიურად საუბრობდი, თუმცა 2017 წლიდან რაც სახელმწიფომ თავისი მმართველი დანიშნა ამ კომპანიაში, პირდაპირ აიღო მან ვალდებულება რომ ეზრუნა და მათ შორის აიღო პასუხისმგებლობა და ეხლა დადგა ზუსტად ის დრო, როცა სახელმწიფო მმართველმა და სახელმწიფომ როგორც პასუხისმგებლობა ორგანომ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რა კატასტროფა
კატასტროფამდეაც მიიყვანეს დღეს ჭიათურა. სამწუხაროდ პროცესები იქ როგორ ვითარდება ეს კიდე სხვა საკითხია და ამაზეც მომეცემა ალბათ საშუალება, თუმცა ერთი რამ, აი ხა ზუსტად, როცა ვსაუბრობ ჩვენ ქალაქების და მუნიციპალიტეტების დაცლაზე, ჭიათურა არის ცოცხალი, ცხელი მაგალითი დღეს ზუსტად ახლა მიდის აქციები, მაღაროელების უკვე 10 თითქმის 2 კვირა რაც აქციები მიდის. კიდევ ერთხელ ყოველ წელს ჩვენ ვხედავთ პირამოკერილ, მოშიმშილე, თვალამოკერილ და მსგავსი ტიპის და ეს ვერსული ისტორიები. ეს ყველაფერი დაიწყო, ამ ყველაფერმა მიიღო განსაკუთრებით ხშირი და განსაკუთრებით მძიმე ფორმები სწორედ სახელმწიფო მმართველის შესვლის შემდეგ კომპანიაში. და ახლა სახელმწიფოს თხოვენ პასუხისმგებლობას ადამიანების უდიდესი ნაწილი ჭიათურაში და სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობას გაურბის, სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას და კომპანიაში დანიშნული სახელმწიფო მმართველი აქციეს რეალურად პასუხისმგებლობისგან არიდების ინსტრუმენტად. ეკონომიკა როგორც გაექცა პასუხისმგებლობას ალბათ სტიქიასთან მიმართებაში ხომ აუცილებლად უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ერთი არის ზემოიმერეთის პრობლემები ამ კუთხითაც არ მნიშვნელოვანი. ერთიანდებით ამ შემთხვევაში დავასრულებ და აუცილებლად მინდა რომ მოგისმინოთ თქვენს და შემდეგ ალბათ გავაგრძელებ. უბრალოდ ეკონომიკა გაჭრეს ორად, ერთი გადაწყვეტილებით 60% დაუტოვეს უკვე რამდენიმე თვეა მაღაროელებს 60% იღებდნენ მხოლოდ, ანუ ფაქტობრივად გაუნახევრეს და ჭიათურაში ჯორჯია მანგანეზის მიერ ხელფასების 60%-ზე დაყვანა. ეს ნიშნავს პირდაპირ რიცხვებში მათემატიკურად ქალაქის ეკონომიკის განახევრებას და ეს გააკეთა ამ ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ და ორი თვეა უკვე ხელფასის საერთოდ აღარ ჩარეცხვია არავის. ეხლა შიმშილის ზღვარზე დგან ადამიანები, იქ აქციაზე დადიან შვილებით და შვილიშვილებით მაღაროელები, პატარა შვილები და შვილიშვილებით, რომელთაც შეიძლება ხვალ და ზეგ ლუკმა პურისპური არ ქონდეთ და მესმის აბსოლუტურად იმ პატიოსანი მშრომელი მაგარი ჭიათურელების, რომლებიც დღეს არიან გამოსული გარეთ და ისევ კიდევ ითხოვენ ამ ყველაფერს, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ აქციებს ექნება შესაბამისი მიმართულება, ეყოლება შესაბამისი სპიკერები და მათი მიზანი იქნება რეალურად, რომ ამ ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ის, რასაც იმსახურებენ და არა ისე, როგორც ჩვენ ვნახეთ ყველა აქციების დასრულების შემდეგ, რეალურად ჭიათურლების მაღაროელების აქცია იყო ეს, შუქრუთელების აქცია იყო ეს, პირამოკელი თუ პირამოუკერავი, ყველა აქციის დასრულების შემდეგ რეალურად პოლიტიკური ქულები ჩაიწერა ქართულმა ოცნებამ. ვითომ მოაგვარა კონფლიქტი, ვითომ რაღაც ჩააცხრა და ამ დროს ეს ყველაფერი ამ დროს აჩენდა ახალ კერას დაპირისპირების და ხედავთ ხო ყოველ წელს ჩვენ გვაქვს პროტესტი და ჭიათურას რაც უხნა ბიძინა ივანიშვილმა, რაც დამართა, ხო? ეს არის, რა ვიცი, ჭორვილიდან 7 კილომეტრში გაანადგურა ულამაზესი ზემოიმერეთის სოფლები სამწუხაროდ. როგორც ახლა ცოტა ხანში ალბათ იჩენს თავს ტყიბულის შემთხვევაში, როცა იქ ახალი სხვა რეგიონებსაც რომ შევეხოთ და აუცილებლად გვინდა რომ მოვასწროთ, გურიას წარმოადგენს მარიამი, შიდა ქართლს ასევე მარიამი და სტიქიამ გურიაში უფრო მკაფიოდ აგვანახა პრობლემები. ხო, გარემოს დაცვითი ექსპერტია, ასე წარადგინეთ და საინტერესოა კომუნიკაციების, ხო, და ამ კუთხითაც დავინახოთ პრობლემები რეგიონში, გარდა იმისა, რომ ვისაუბრებთ საგანმანათლებლო კუთხით, რამდენად დიდ პრობლემებს ხვდებით ასევე რეგიონში, იმიტომ რომ მაინც ახალგაზრდებისგან დაცლილ სოფლებზე ვსაუბრობ დღეს და ახალგაზრდებისთვის ალბათ წარმოუდგენელია იმ სივრცეში გაჩერება, იმ მოცემულობაში, სადაც მათ განვითარების საშუალება არ ექნებათ. თუმცა მანამდე მაინც როგორ ვერ მოახერხა გურიის მუნიციპალიტეტმა თუნდაც ერთი ტრაქტორით ან ორი ტრაქტორით მეტი მოებილიზებინ ეს პრობლემა წინასწარ განესაზღვრა და მოსახლეობას არ ქონოდა იმის განცდა, რომ ისინი მიტოვებულები არიან იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ სოფლებში მართლაც რო თითოეულა ოჯახია უკვე დარჩენილი, ხო? მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ მსგავს საკითხებს უთმობთ დროს. დავიწყებ ზოგადად მოსახლეობის ცნობიერების დონით, მე არ გურიას წარმოვადგენ ამ შემთხვევაში, გურიაში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა უკვე მრავალ რეგიონში მომიწია მუშაობა გარემოს დაცვითი საკითხების მიმართულებით და არა მხოლოდ, ეს არის ეკონომიკური და მდგრადი განვითარება, რომლის ევროპულ პრაქტიკებს უნერგავდით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის მარგინალიზებულ და ეთნიკური უმცირესობით დაკომპლექტებულ მუნიციპალიტეტებში და რეალურად სურათი მსგავსი არის ყველგან. რაც შეეხება გურიაში არსებულ დიდ თოვლობას, ეს იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენ სამოქალაქო სექტორში მომუშავე ადამიანები ხშირად დონორებისგან წამოსული თანხებით ვცდილობთ, რომ შევქმნათ ის მონაცემები და ის
ხელშესახები, სტრატეგიები, კვლევები, რომელიც მონაცემებზე და რეალობაზე დაფუძნებულ ანალიზს წარმოადგენს. არაერთი მუნიციპალიტეტისთვის გაგვიკეთებია სხვადასხვა ორგანიზაციების ფარგლებში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების ანალიზი ან სტრატეგია ამ შემთხვევაში. სეზონი იწყება, ხო, ამაზე უკვე გამოქვეყნა გარემოსდაცვის სამინისტროში პოსტიც იყო, რომ ტემპერატურა იწევს, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობაში გამიწვევ განცდა, რომ თოვლი საფარი შეიძლება მალე დაადნეს და გაჩნდა საშიშროება ამის. აი ამისთვის რა უნდა გააკეთოს რეგიონმა ამ მიმართულებით? აუცილებლად ვისაუბრებ ამ საკითხზე, უბრალოდ ერთი პირველ შეკითხვას რომ უპასუხო. რატომ ვერ ხდება მუნიციპალიტეტები მომზადებული ამ პროცესებს? პირველ რიგში ეს არის როდესაც მუნიციპალიტეტებთან გვაქვს კომუნიკაცია, რესურსების ნაკლებობა და დეცენტრალიზაციაზე უკვე ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის, ასე ვთქვათ, მიღწევა მუნიციპალიტეტებში, თუმცა აქ მეორე პრობლემაც არის. თანამშრომლობის პრობლემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რეგიონებში, როდესაც სამოქალაქო სექტორთან მუნიციპალიტეტებს ნაკლებად აქვს მაგალითად თანამშრომლობის პრაქტიკა ან არსებობის შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიები და ანალიზი, რაღაც დოკუმენტები, რომელიც იქმნება, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხით ექსპერტების ჩართულობით არის ხოლმე შექმნილი, მაგრამ შექმნის შემდეგ მოხდება ამის პრეზენტაცია და მუნიციპალიტეტები რატომღაც აველებენ ხოლმე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აი ამ არსებული სტრატეგიების და დოკუმენტების ხედვების განხორციელებას, რაც ცალსახად არის უკვე მუნიციპალიტეტის ვალდებულება. საქართველოს როგორც ბევრი სხვა ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების გამოწვევების წინაშე დგას და ამას ბოლო 10 წლების განმავლობაში განსაკუთრებით ვაწყდებით. რაც შეიძლება დასავლეთ საქართველოს შემთხვევაში გახშირებული ცუდი, ასე ვთქვათ, ნალექიანი ამინდის მონაცემებით აისახოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გვაქვს უკვე უფრო ესეთი რადიკალურად ცხელი დღეები და ამის სწორად კომუნიკაციაც არ ხდება ხოლმე საზოგადოებასთან, რაღაც ხშირად გვსმენია რეგიონებში, აი რა დროს გარემოსდაცვით თემებზე საუბარია, ანუ ეკონომიკური პრობლემები, შიმშილი, რესურსების ნაკლებობა და ასე შემდეგ. პირდაპირ პროპორციულია გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხები რეალურად აი ამ გამოწვევების, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რადგან მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტებში გარდა საჯარო სექტორში დასაქმების შესაძლებლობისა არის თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულები და აწარმოებენ საშინაო მეურნეობებს. სწორედ აი ესეთი ამინდის პირობებში და შეცვლილი კლიმატური პირობების პირობებში ხდება ეკონომიკური ზარალის მიყენება მოსახლეობისთვისაც, რისთვის რა პრობლემის აღმოფხვრასაც აუცილებლად სჭირდება სისტემური კომპლექსური მიდგომა მუნიციპალიტეტების მხრიდან და გურიაში ჩვენაც დავინახეთ ამ შემთხვევაში ერთის მხრივ იყო ის, რომ არ იყო მუნიციპალიტეტი მზად არსებული დიდთოვლობისთვის გასამკლავებლად და მეორეს მხრივ უკვე როდესაც ეს პროცესები დაიწყო, ზოგადად უკვე გვიანი არის ხოლმე, როდესაც კლიმატის ცვლილების მსგავს ტენდენციებს ვაწყდებით და აუცილებელია ამის შეფასება და როდესაც არ გაქვს ეს შეფასება, აუცილებელია ღიაობა, რომ ამ პროცესში, როცა უკვე ხვდები, რომ ვერ უმკლავდები, სწრაფად დაიწყო ამაზე რეაგირება. გურიაში მე ვიყავი ადგილზე ჩასული, შაბათს ჩავედი და კვირას უკვე დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა. და დაახლოებით მესამე დღეს აქტიურად დაიწყო უკვე გზის გაწმენდითი სამუშაოები, მესამე დღეს მოხდა დამატებითი ტექნიკის მობილიზება, ძალიან მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ პასუხისგებლიანი ბიზნესებიც გამოჩნდნენ და მოხალისეები, რა თქმა უნდა, ამ პროცესებში და მოხდა გზის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა, როცა პირველ დღეს გაქვს ეს მონაცემი და ზოგადად გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ განსაზღვრო რა ტიპის ნალექი არის მოსალოდნელი მომდევნო დღეებში, პირველივე დღიდან უნდა დაიწყო იმის აღიარება პირველ რიგში, რომ ეს არის პრობლემა და მეორეს მხრივ უნდა მოახდინო რესურსების სწორად მობილიზება, რაც მთავარი პრობლემა იყო ამ შემთხვევაში. პირველ და მეორე დღეს ჩვენ ვაწყდებოდით მუნიციპალიტეტების მხრიდან, რომ აი მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მართლა მიმდინარეობდა 17-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და ამ დროს იმის ნაცვლად, რომ ადამიანებმა ვისაუბროთ, რომ ყველაფერი კარგად არის, უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს პრობლემა და მოვახერხოთ რაღაცნაირად პარტიული ნიშნის და ასე შემდეგ გვერდზე გადადება და რესურსების მაქსიმალურად მობილიზება და გაერთიანება. სტიქიას, მაგრამ გამოიკვეთა პრობლემა, რისთვისაც დღეს გადავწყვეტეთ, რომ ამ თემაზე გვისაუბრა, რომ ამ სოფლებში, სადაც მოხალისეებს აქ ჰქონდათ საკუთარი ხელით პროდუქტი, ხვდებოდნენ ძირითად შემთხვევაში
სახლებში მხოლოდ მოხუცებს, ადამიანებს, რომლებიც თავს გრძნობდნენ ყველასგან მიტოვებულად და უიმედობის განცდა ჰქონდათ მათ და ამას ამბობდნენ კიდევაც მოხალისეებთან საუბარში. საინტერესოა მარიამ შიდა ქართლის გამოცდილებად. მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან უფრო ახლოს არის და წესით შეიძლება უფრო ნაკლებად უნდა იყოს ეს პრობლემა, რა ვითარებაა ამ ხრივით? მან ჩვენ ახალგაზრდებისგან დაცლილ რეგიონებზე და სოფლებზე, არა მარტო რეგიონებზე, რაიონულ ცენტრებსაც აქვთ ეს პრობლემა. ვსაუბრობთ და ხო ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ხდება, რა კეთდება იმისთვის ამ რეგიონებში, ან რაიონულ ცენტრებში, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ, ჰქონდეთ სურვილი, რომ თავიანთი რეგიონი განავითარონ და იგივე თუ ჩამოვლენ დედაქალაქში, ვთქვათ, ნაცადი პრაქტიკა ხო, უმაღლესი განათლების მისაღებად, მათ ჰქონდეთ სურვილი, რომ თავიანთი განათლება კვლავ საკუთარი რეგიონის განვითარებას მოახმარონ. პირველ რიგში მინდა დაუბრუნდე უშუალოდ სტიქიას, იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურად მოწყობილ რეგიონზე მინდა საუბარი, რაიონზე ხაშურზე აქვს საუბარი. ხაშურში არა მარტო განათლების და ახალგაზრდების ვთქვათ, უშუალოდ კლასგარეშე განათლების აქტივობებში ჩართულობის პრობლემა, არამედ სტიქიების პრობლემაც ხშირად ვარ განსაკუთრებით წყალდიდობის. ეს ყველაფერი პრევენცირებადია რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტის მიერ, თუმცა ისინი რატომღაც არასდროს არ ახერხებენ ამ ყველაფრის პრევენციას. გასულ წელს თებერვალს ხაშურში მოხდა საკმაოდ დიდი წყალდიდობა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და განსაკუთრებით მერიამ და მერმა ძალიან კარგად იცოდეს ამის შესახებ, იცოდნენ ამ ყველაფრის შესახებ, იმიტომ რომ გასულ წლებში ჰქონდათ ამის გამოცდილება უკვე მიღებული. რა სანიაღვრე არხები იყო გასაწმენდი, მოსაწესრიგებელი, კანალიზაციების შესაკეთებელი, ამორტიზებული კანალიზაციების უხვი კომპლექსური რაოდენობა გვაქვს ქალაქში, არა მარტო ქალაქში, არამედ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. და გარდა ამისა, წყლის პრობლემა 21 საუკუნეში წესის პრობლემა გვაქვს, რაც ადამიანებს ყველაზე ნაკლებად უნდა ქონდეთ რთულად მისადგომ რაიონებში კიდევ დასაშვებია რაღაცა დოზით. 2020 წელს საქართველოს მთავრობის ესე ვთქვათ დადგენილებით საფრანგეთისგან უშუალოდ ხაშურისთვის აიღეს სესხი 30 მილიონი ევროს ოდენობით და საფრანგეთმა პლუს დაგვიმატა 7 მილიონ 500.000 евро დამატებით გრანტად. საუბარია გრანტზე, რომელიც უნდა მოხმარებოდა სანიაღვრე პირველ ეტაპზე სანიაღვრე არხების გაწმენდას. მე პირადად 2022 წლის ზაფხულიდან ვცდილობდი, რომ განცხადებები შემეტანე და შევიტანე არაერთი მერიაში, რომ დაიკმაყოფილებინათ სანიაღვრე არხები, თუნდაც გზები მოეპირქეტებინათ ელემენტარული ხრეშთან, რას ვითხოვთ, ელემენტარულ პირობებს ვითხოვდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის გზის ფუჭებადობა, ანუ რა ხდებოდა. მოსახლეობის თვალების ასახვევა წინა საარჩევნოდ ყოველთვის შვებიან ესე. აიღებენ გარკვეულ კუთხედ ნაჭერს, ამოიღებენ ეს გზიდან და დააგებენ რაღაც ახალს, რომ მოსახლეობას ნაცარი შეაყარონ თვალებში. და საუბრობდით განათლების პრობლემაზე, სწორედ აქ არის განათლების პრობლემა, რომ ადამიანებს აკმაყოფილებთ მინიმალური. წლების განმავლობაში მე პირადად ჩემი ცნობიერიდან უკვე 15 წელია ვხედავ ხაშურში ამდენ უსამართლობას. ფაქტობრივად ეს რაიონი არის რაიონი, სადაც ვერასდროს ვერ ამოისუნთქა მოსახლეობა, მე სოციალური კუთხით, ვერც ინფრასტრუქტურის კუთხით, ვერც განათლების კუთხით და საკმაოდ მძიმე სიტუაცია გვაქვს. სასმელ წყალსაც ფრანგები აკეთებდნენ ხაშურში რა. კი ბატონო, სასმელი წყალიც მათი პროექტით იყო და არანაირად არ არის დასრულებული, პირიქით გადაწელეს ახლა ვადები და თუ გადავხედავთ მაგალითად თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ან მერის კი ბატონო, გადავხედავთ მაგალითად მერის გვერდს, რომლებიც ის ანუ ტენდერებს აცხადებენ შემდგომ და კომპანიებთან თანამშრომლობენ, ტენდერები ძირთადად გამოცხადებული არის ერთი და იგივე სკვერების ანუ რეკონსტრუქციაზე. სიტყვაზე ავიღეთ ერთ-ერთი ტაბიძის პარკი, რომელიც იდეალურ მდგომარეობაში იყო და საერთოდ არ საჭიროებდა, არ იყო პირველადი საჭიროების, ასე ვთქვათ, ადგილი, რაც შეიძლება გააგერემონტებინა, ადმინდა საკმაოდ დიდი თანხა ჩადეს ამ პარკის განახლებაში. ასევე მერის წინ მიმდებარე სკვერი ყოველ წელს ახლდება, არ ვიცი ან რა ვერ გააკეთეს და რას აკეთებენ და რას თხრიან და რას აგებენ იქ. მე მართლა ვერ ხვდები, ვერც შინაარსი გავგო, ვერც დანიშნულება ამ ყველაფრის და ვერაფერი. და რაც შეეხება ის სწორედ მივდივართ იმ პრობლემამდე, რატომ იცლება რაიონები ახალგაზრდებისგან. თქვენ თანამოწმეები, თქვენი ასაკის ადამიანები ამ რეგიონიდან, რომლებმაც სკოლა იქ დაამთავრეთ, იმ გარემოში ადაპტირდით, ხო, აი რას ფიქრობენ, რას ამბობენ, ან რამდენმა შეძლო, რომ საკუთარი გამოცდილება, თუნდაც მიღებული განათლება ისევ რეგიონის კეთილდღეობას მოახმაროს. ეს უკან დაბრუნების პრაქტიკა თქვენს გარშემო რამდენად არის? ჩემთან მაგალითად სწორედ ეგ პრაქტიკა, იმიტომ რომ ხაშურში სამწუხაროდ
ვერ მიიღებ იმ დონის განათლებას ან პრაქტიკას, რომელიც აუცილებლად გამოგადგება რეგიონის განვითარებაში. სიტყვაზე ადამიანები, რომლებიც უბრალოდ საშუალო განათლებას დასჯერდნენ და დარჩნენ რაიონში, სამწუხაროდ იმ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, საიდანაც მათ გამოყვანას ვცდილობ. იდეაში სკოლა, როდესაც დავამთავრე, ჩემი მთავარი მიზანი იყო, როგორც ნებისმიერი სხვა რაიონელი ბავშვი, ჩამებარებინათ უნივერსიტეტში თბილისში, გაცვლითი პროგრამა და მე პირადად სურვილი მქონდა, რომ დავბრუნებოდი რაიონში. თუმცა ბევრი ჩემი თანატოლის ან თანამოაზრის სურვილი იყო, რომ ოღონდ ხაშურიდან გასულიყო და მე სრულიად მესმის მათი გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონს არასდროს არ ქონდა ის რესურსი ახალგაზრდებისთვის, რითაც დააკმაყოფილებდა ან დაინტერესებდა ახალგაზრდებს, თუნდაც აი ახალგაზრდული ცენტრების, კლასგარეშე ცენტრების, თქვათ რაღაც არაფორმალური განათლების კუთხით, ჩვენთან არაფორმალური განათლება ხაშურში, თუ კარგი სკოლა ან კარგი პედაგოგები არ შეგვხვდნენ, ძალიან უცხო ხილი. და თითქოს აკრძალულ ხილადაც მიაჩნიეთ ხოლმე ინფორმაციული ვაკუუმის გამო, რომ ვერ იგებენ რა არის არაფორმალური განათლება, გონიათ ეს რაღაც პროპაგანდისტული ამბავი, სადაც ბავშვებს უნერგავენ ისეთ რაღაცებს, რომელიც ან მინიმუმ ორიენტაციის შეცვლისკენ მოუწოდებს ამ ახალგაზრდა ბავშვებს, ან რაღაცა კატასტროფაში ჩავარდებიან მოკლედ და მე ერთადერთი იმაში გამიმართლა, რომ კარგი სკოლა დავამთავრე, დედაც პედაგოგი მყავდა და საკმაოდ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები ასწავლიდნენ. გამიმართლა ნამდვილად ამ კუთხით და მაგრამ ყველას არ გაუმართლა სამწუხაროდ ჩემსავით. ხშირად გვქონდა ერთ-ერთი ესეთი სივრცე ამერიკული კუთხე, ჩემ დროს ყველაზე აქტიური იყო, ყავდა ასევე გაცვლითი პროგრამებით ფიზიკურ ვალენტიარები ჩამოყვანილი ყავდათ რაღაც კონკრეტული პროგრამით და ამის ფუფუნება მქონდა, თუმცა რაღაცა პერიოდში მიმდინარე პერიოდშიც უკვე საქართველოს მიცვალა თუ არა რაღაცა კურსი პროდასავლურიდან პროევროპულიდან რაღაც წავიდა უკვე პრორუსულ რელსებზე. სამწუხაროდ საფრთხის გამო ეს პროექტები შენელდა ზოგან გაჩერდა დიახ. მოსწავლე შეიძლება აღარც ქონდეს უკვე მომავალ წლებში, უნდა დავამთავროთ, მაგრამ რაღაც დამატება გინდა. აი ერთ სიტყვი პრაქტიკაზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდი წალკის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის ემპარტის პროგრამის მიერ დაფინანსებულ პროექტს ვახორციელებდით, რომლის მთავარი მიზანი იყო ეკონომიკური დოვლათის შექმნა და ახალგაზრდების გააქტიურება, მოკლედ რეგიონის მაქსიმალურად ეკონომიკური დივერსიფიკაცია. და სწორედ ახალგაზრდების უკან დაბრუნების პრაქტიკა გვქონდა, ჩვენ გავეცით, ესე ვთქვათ, გრანტის სახით სხვადასხვა სექტორებში დავაფინანსეთ ინიციატივები და ბევრი ახალგაზრდა გადავამზადეთ კიდეც, მაგრამ მქონდა თბილისში წამოსული, საკმაოდ რეალიზებული, ესე ვთქვათ, ახალგაზრდის პრაქტიკა, რომელიც ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობდა აქ, მქონდა ადგილზე ძველი სახლი, რომელიც ასე ვთქვათ, მიტოვებული იყო, მაგრამ ტურისტულად პოტენციალი ნამდვილად ჰქონდა. შემოიტანა ამ ახალგაზრდამ გრანტი, დავუფინანსეთ ჩვენ და ეს ახალგაზრდა დაბრუნდა რეგიონში. ანუ რეალურად დღეს ეს უკვე დასრულებული პროექტი ფუნქციონირებს. ამის შემდეგ ჩვენ რაღაც მარკეტინგის კურსიც გავატარეთ დამატებით, ასევე დავეხმარეთ მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებიც ყავდა ჩაყვანილი და ეს იყო ის პრაქტიკა, რომ არამხოლოდ ეს სხვა პატარა ინიციატივებიც გვქონდა და ამანაც ჩვენ ამ პროექტმა რეალურად დამანახა ევროპული მიდგომა, რომელსაც ვახორციელებდით ძალიან მნიშვნელოვნად ხელთუ ადგილზე შეიქმნება შესაძლებლობები ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, ექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდნენ, მაგრამ სიპებში მუშაობა და სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, და იპებში მუშაობა არ მისცემს იმ мотиваციას, რომ ახალგაზრდებმა არ დატოვონ ქვეყანა. დასავლური მხარდაჭერა, მათ დაფინანსებული პროექტები იყო უმრავლესობა, კარგად ვიცით და სამწუხაროა, რომ კურსის სრულებას ზუსტად ეს მოყვა, რომ ადამიანებს გაუჩნდათ უიმედობის განცდა და რაც ფუნქციონირებდა რეგიონებში, იმის ფუნქციონირების შესაძლებლობაც უფრო ნაკლები და ნაკლები ხდება. ძალიან დიდი მადლობა ნოდარ ჩაჩანიძე კოალიციას ცვლილებებისთვის, მარი კიკვიძე გარემოს დაცვის და კომუნიკაციების ექსპერტი და მარიამ მეყანწიშვილი სამხელქო აქტივისტი გსტუმრობდნენ.